ცესკო განმეორებითი კენჭისყრის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. 9 ოლქის 14 უბნის მონაცემებით ლიდერობს ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ხმების უმრავლესობა მხოლოდ ერთ ხონის მე-12 მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა. განმეორებით კენჭისყრაში ამორჩეულთა 36-მა მთელმა 63%-მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ხონში, ტყიბულსა და ზუგდიდში. ცესკოს ინფორმაციით პროცესი 7 ვითარებაში მიმდინარეობდა. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთობა ცესკოდან პირდაპირ ეთერში. გიორგი დეტალებს ველოდებით ჩვენგან. Თამარ ყველა ოლქი 14 საარჩევნო უბნიდან, რომელიც 9 ოლქს მოიცავდა, საბოლოო ჯამში ლიდერობს მართველი კოალიცია. ერთადერთი ამ ეტაპზე მაჟორიტარულ ოლქებში გამონაკლისი არის ხონი, სადაც იგებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თუმცა ეს არის ჯერჯერობით პირველადი მონაცემები, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მისაუბრა ჩატარებულ არჩევნებზე. მისი თქმით, არჩევნები 7 ვითარებაში მიმდინარეობდა, რაიმე მნიშვნელოვანი დაარღვევები ადგილი არ ქონია და 14-ვე უბანზე დაფიქსირებული 14,000-მდე ამორჩევლიდან გამოცხადდა 5,112 ამორჩეველი. ყველა იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, რაც მე გამოვაცხადე, წინასწარი მონაცემებით მაჟორიტარებად ლიდერობენ ნომერი 51 ქართული ოცნების კანდიდატები, მხოლოდ ერთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, ხონში გახლავთ პირველ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელსაც გამართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგს. ჩვენ ინფორმაციით დღის ბოლომდე კიდევ ერთი პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯამდება ის შედეგები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. მე კი შეგახსენებთ, რომ 14 უბნიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 12-ზე არჩევნები დარღვევების გამო ჩატარდა ხელახლა, ხოლო რაც შეეხება ორ უბანს, ეს არის ზუგდიდის ნომერი 32 და ხონის ნომერი 22 საარჩევნო უბანი. აქ არჩევნები 15 ივნისს ჩაიშალა და შესაბამისად ამიტომაც გახდა განმეორებითი კენჭისყრა საჭირო. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე და პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.